Ჩვენი პოდკასტი მე-18 ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის სისტემური განლაგების ფასილიტატორი დინა კუხიანიძე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. შენ როგორ ხარ? მადლობა, მეც კარგად. სანამ დავიწყებდით, რომ გითხარი, ჩვენ რო ჩავატარეთ ლექცია საგვარეულო კარმაზე. ანუ საკმაოდ ისეთი დაინტერესება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ვიდეო იყო, რა ვიცი, ახლა და მაგაზეც, ანუ მაშინაც ინსპირაცია რომ ელაპარაკა მაგ თემაზე ამ სისტემური განლაგებიდან მოხდა. ნუ ის ისტორია უკვე მოუყევი იქ რა, საერთოდ როგორც მოხდა და რანაირად მოხდა, ახლა აღარ გავიმეორებ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი იყო ის გამოცდილება. მას მე რაღაცეები შევცვალე კიდე ჩემ ცხოვრებაში, კიდე ანუ აი უფრო ყურადღება მივაქციე. ამ ლექციებსაც მე ისე უსმენ, როგორც აი ვიღაც უცხო რო ლაპარაკობს რა, ეგეთი სამაგ ხოლმე რა და მე აი რაღაცები რაც დავნერგე ჩემ ცხოვრებაში იქიდან გამომდინარე რომ უკვე ყურადღება მივაქცია ამ წინაპრების თემას და რაღაცა ხო ანუ საგრძნობლად შეიცვალა რაღაცები რა ჩემ შიგნით ანუ განსაკუთრებით მაგას გრძნობ ხოლმე აი ძილის ფაზებში მე რა ხდება ესე ვთქვათ ნატი პლანზე რო გავდივართ რა როგორ რა სიუჟეტები ხდება და ასე შემდეგ და ანუ როგორ ვიღვიძებ და ასე და აი მკვეთრი სხვაობა იყო უკვე რაც ხა კიდე უფრო ყურადღებას ვაქცევ რა ამ წინაპრების თემას და მათთან ცოცხალ ურთიერთობას ხო და ეხლა რომ დავიწყოთ ამ თემაზე ლაპარაკი რაც ქვია ეს სისტემური განლაგება ფასილიტატორიც შენ ხარ საქმის პროფესიონალი ანუ შეგიძლია მითხრა ანუ რა არის ეს სისტემური განლაგება თუ რამე ისტორია იცი ან როგორ და საიდან დაიწყო როგორ იწყო ანუ ესეც რო ერთი-ორი სიტყვით რო მითხრა ამის შესახებ სისტემური განლაგებები სისტემური ცოტა ხანი მოვაშოროთ ხო ანუ განლაგებები არის ერთგვარი ტექნიკა ტექნიკა ოღონდ ძალიან ფართე გაგებით ხო ანუ შეიძლება რაღაცა მედიტატიური ტექნიკა არსებობდეს რაღაცა ძალიან კონკრეტული მიზანმიმართული რაღაცისთვის ამ შემთხვევაში ტექნიკა თუმცა უფრო მეთოდი დავარქვათ ფართე გაგებით იმ კუთხით რომ აი როგორც საუბარი შეიძლება იყოს თერაპია და ერთ-ერთი რაღაცა დამახასიათებელია რაც ჩვენ გვაქვს ხო საუბარი უნარი ნელ-ნელა ესეთ რაღაცა ტყალიბდება განლაგებები ანუ რაღაცა არის დიდი რომელიც ვიწროდან დაიწყო იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა ესე ვთქვათ შემოიტანა დასავლეთში დანერგა და ვთქვათ მან ჩაუყარა ვთქვათ მარცვალი ჩადო ამის გაღვივებაში და შემდგომ განვითარებაში და დღესდღეობით 80-იანი წლებიდან დაიწყო ეს ამბავი დღესდღეობით უკვე იმდენაირი სახე მიიღო ამან და იმდენაირად კეთდება რომ ამას უბრალოდ ერთ ტექნიკას ვერ ვარქმევ ტექნიკა არის რომელიც მეთოდია ესე ვთქვათ რომელიც ადამიანს ეხმარება რომ ის სირთულე გამოწვევა პრობლემა ვთქვათ ხო ზოგ შემთხვევაში ამას პრობლემის სახე აქვს რაც ამ მომენტში აქვს მოაგვაროს ეს მარტივად რო ვთქვათ ხო კიდე უფრო მეტი სიღრმე აქვს ამასა დარწმუნებული ვარ დღეს მანდ ჩავალთ თვითონ მეთოდზე რო ვთქვათ მეთოდი გულისხმობს რომ არსებობს ველი მორფოგენულ ველსაც ეძახიან ხო ამას რაღაცა ველი რომელშიც ვცხოვრობთ საინფორმაციო ველი დავარქვათ ხო რომელიც ესე უხილავია თვალისთვის ისევე როგორც ბევრი რაღაცა ვიცით ხო ანუ მეცნიერულადაც დამტკიცებული რომელიც უხილავია თვალისთვის მაგრამ არსებობს და ჩვენზე ზემოქმედებს ეს მორფოგენული ველიც ესეთი რაღაცა არის რომელშიც ვარსებობთ და რომლის მიხედვითაც ბევრი რაღაცა ხდება რომელიც განსაზღვრავს ჩვენს კარგად ყოფნას ცუდად ყოფნას ამის შეგრძნებას იმის შეგრძნებას გარკვეულ პატერნებს და ასე შემდეგ ხო ძალიან ბევრ რაღაცას ჩვენ ცხოვრებაში ველი ვახსენე იმიტომ რომ თვითონ მეთოდი გულისხმობს იმას რომ ამ ველში მოძრაობით ჯერდით ამ ველიდან ინფორმაციის მიღებით და შემდგომ გარკვეული ახალი მოძრაობების განხორციელებით რაღაცის ცვლილება ადამიანისთვის. ნუ ჩვენ შემთხვევაში თერაპიულ ნაწილში ამას კლიენტს ვეძახით ხო ადამიანს ვინც მოგუმართა ვისაც რაღაცა დახმარება სჭირდება ერთგვარი და გარკვეული ახალი მოძრაობით ან თუნდაც რაღაცა რეალობის სხვანაირად დანახვით
რაღაცის ცვლილება. ეს არის ესე ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ. მოკლე ისტორია არის ის, რომ არსებობდა ესეთი არაჩვეულებრივი ჩემთვის ადამიანი ბერტ ჰელინგერი, გერმანელი, რომელიც იყო სასულიერო პირი და მოგზაურობისას, სადაც მდიაში რელიგიის გავრცელებისთვის, ხო, ანუ მისიონერი იყო, აღმოაჩინა, რომ გარკვეული ჯგუფები, ტომები, ასე ვთქვათ, ადამიანები ცოტა სხვანაირად ცხოვრობენ. საერთოდ აფრიკაში თუ სამხრეთ აფრიკაში, ხო, ცოტა სხვანაირად ცხოვრობენ. ანუ ჩვენ რო ცივილური ხალხი ვართ და რაღაცა კანონები რო შემოვიტანეთ, წესები რო შემოვიტანეთ და ვამაყობთ ამით, აღმოჩნდა რომ სადაც ცივილიზაცია შეიძლება უფრო დაბალ დონეზეა ჩვენი გაგებით, რაღაცა სხვანაირად ხდება და თითქოს უფრო ჰარმონიული ჩანდა ის ყველაფერი. მოგვიანებით შეიძლება მაგალითიც მოვიყვანო რას გულისხმობ ამაში, მაგრამ თითქოს ისინი ცხოვრობდნენ ისეთი კანონზომიერებებით, რომელიც უფრო ბუნებრივი იყო ადამიანისთვის და ადამიანისთვის არა მარტო წყობისთვის, ხო? აქ უკვე სიტყვა სისტემა შეგვიძლია შემოვიტანოთ, ხო? ანუ ადამიანი თავისთავად სისტემა არის, როგორც ორგანიზმი, ეს ვიცით. უფრო პატარა ნაწილებზეც შეიძლება ჩავიდეთ, მაგრამ არ არის ახლა საჭირო. რაღაცა დაჯგუფება სისტემა არის, ხო? ორგანიზაცია სისტემა არის. ეხავს ხედავთ რაღაცა აი ამ კონკრეტული მომენტისთვის, აი აქ რაღაცა სისტემას ვქმნით. ოჯახი არის სისტემა, ქალაქია სისტემა, ქვეყანაა სისტემა და ასე შემდეგ. და თურმე არსებობს რაღაცა კანონზომიერებები, რომლის მიყოლითაც რაღაცები უფრო მარტივად ხდება. არ მიყოლის შემთხვევაში ან დარღვევის შემთხვევაში, ცნობიერად თუ არა ცნობიერად, ამას მნიშვნელობა დიდი არ აქვს ამ გადმოსახედიდან. რაღაცები იჭედება, ესე ვთქვათ რა, ან მანდ ხდება პრობლემა, ან მანდ ხდება თითქოს აი ყველა ის სირთულე, რაც დასაწყისში ვახსენე, ხო, რატო შეიძლება ადამიანი მივიდეს თერაპიაზე, რატო შეიძლება ადამიანი მივიდეს განლაგებებზე ამ შემთხვევაში, სხვა მეთოდს რატო შეიძლება მიმართოს, ანუ რაღაცა ისე არ არის თითქოს აი შეგრძნების დონე, თუნდაც ინტუიციის დონეზე, როგორც მინდა რომ იყოს, ხო? და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ამას დავარქვათ, რომ ოკეი, რაღაცა გამოწვევა არსებობს, მოდი ვნახოთ რა არის აქ. თვითონ მეთოდს ახლა ერთი ნაბიჯით იქით რომ წავიდეთ მეთოდზე. მოდი ეხლა აქვე ვიტყვი რომ რასაც მე დღეს ვისაუბრებ განლაგებებზე არის მე როგორ ხედავ ამას, ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ თან რაც დრო გადის მით უფრო მეტ ადამიანს რო ვუსმენ, ვისაც ამაში გაცლებით დიდი გამოცდილება აქვს ვიდრე მე, თუნდაც თვითონ ბერტ ჰელინგერს, ამანაც ძალიან ბევრჯერ შეცვალა ის თუ როგორ აკეთებდა ამ პროცესს, ან საერთოდ სხვანაირად დაიწყო და ბოლო წლებში საერთოდ სხვანაირ განლაგებებს აკეთებდა. ამიტომ ეს იქნება მე როგორ ხედავ ამას, აი დაახლოებით როგორი კითხვა არის, ჩემც აი ღმერთი რა არის, ან ვინ არის, ან არსებობს, ხო, ანუ არსებობს რაღაცა რელიგიური წესი, როგორ შეიძლება ამ კითხვას გასცე პასუხი, სხვადასხვა რელიგიას თავისი აქვს და არსებობს რაღაცა შინაგანი შეგრძნება, რა შეიძლება იყოს, აი დაახლოებით ეგეთი კითხვა ჩემთვის განლაგებებზე, როცა ვსაუბრობ. და ხო ეს შეიძლება შეიცვალოს, ანუ 10 წლის მერე შეიძლება დავსხდეთ აქ და საერთოდ სხვა რაღაცაზე სხვანაირად ვისაუბროთ. ეს თვითონ ახლა ანუ ეს ადამიანი მოკლედ იყო გერმანელი, ხო? ეს დაახლოებით რომელი წლებია? 80-იან წლებში დაიწყო მის კეთება. საკმაოდ ეხლა ხანს ესე. ახლა ხანს გარდაიცვალა ერთი რამდენიმე წელია ესე ვთქვათ. ხო, ესე იგი, ანუ გერმანელი ტიპი იყო, რომელიც ან მისიონერი იყო, მოგზაურობდა და ანუ ძალიან ისეთი ზღაპრული ისტორიასავითა რა, სადღაც ხო მეც მიყვარს ეგ რაღაცები რა. და ჩავიდა და ერთი შეხედით რა, პრიმიტიულ რაღაც საზოგადოებაში აღმოაჩინა ესეთი სამყაროს აღწერა, ხო? ანუ აბსოლუტურად მაგიური სამყაროს აღწერა, იმიტომ რომ ჯადოსნურია ეხა რაღაცა აი რას ვაკვირდები, იცი, უნდათ ამ სისტემური განლაგების მოწესრიგება აკადემიური მეცნიერული კუთხით რა. კი, ანუ შეიძლება ალბათ ეგეც და ეგ შერწყმაც ალბათ უნდა მოხდეს და რაღაც დაახლოება და რაღაცას შრეებში რო გავიდენ საზოგადოების თუ რაღაც ვალიდურობა რო შეძინონ, ალბათ საჭიროა, მაგრამ ნუ რავი, ხა ჩემთვის ძალიან თვალნათელია, რომ ჩვეულებრივი აი საოცრად ჯადოსნური რაღაცა არის რა, მეჯიქს ეხები პირდაპირ, ჯადოსნურობას ეხები რა, აქ ის არ არის, ანუ ან უბრალოდ რაღაც
იძახი პროსტა, აი როგორც შეიძლება იდგე რამდენიმე ადამიანი და მე თქვა რომ აი ხა ველში შევალ და სადღაც შედიხარ ისეთ ღრმა ფსიქიკურ შრეებში შენი ჯგუფის რაღაც ახაზის რასაც ამუშავებ რომ ანუ იქიდან ამოტანილი ინფორმაცია ცნობიერზე დაშუქებული რა უკვე ცვლის მატერიაში ხო რაღაცას და რავი ხა ეგ ხო ჯადოსნურობა არის რაც ხდება შენ როგორ ხედავ მე მიყვარს ამის ჯადოსნურად ყურება იმიტომ რომ აი ბოლო წლებში რაც ცოტა ამ თემებში გადმოვერთე მივხვდი რომ ეგ ძალიან მაკლდა მთელი ცხოვრება აი ჯადოსნურობის დაშვება ანუ ღმერთის დაშვება დავარქვა თუ ჯადოსნურობის დაშვება ერთი და იგივე იმიტომ რომ ძალიან მაკლდა და ამის გარეშე ძალიან რთული იყო ცხოვრება რას აკეთებდი რას ეკონია მე ესე ვთქვათ 15 წლამდე ჩემი ესე ვთქვათ მოწოდება იყო დარწმუნებული ვიყავი რომ ფრინავი გავხდებოდი და ავიაციაში წავიდოდი კი იმიტომ რომ მამა ჩემი ფრინავი იყო მე რაღაცები მოხდა ჩავაბარე ბიზნეს სკოლაში ESM-ის ბიზნეს სკოლაში და საოცარი გამოცდილება იყო და 10 წელი ამ სფეროში გავატარე მართვაში რავი დაწყებული ჩვენი ვთქვათ პატარა ხელნაკეთ შოკოლადის მაღაზია გვქონდა და 5 წელი ამას ვაკეთებდით და ვამბობდი რომ მაგისტრატურის დონის გამოცდილება იყო გაგრძელებული დელტაში მუშაობდი სამხედრო წარმოებაში და უკეთ ბევრი სფერო გამოვიარე და მე როგორც ჩანს მოვიდა ჩემი დრო რომ ცოტა სხვაგან შემეხედა იმიტომ რომ მე მოვდივარ ისეთი ბექგრაუნდით სადაც აი რასაც ვხედავ არის რასაც ვერ ვხედავ მეცინება ამ ბექგრაუნდით მოვდივარ ერთ-ერთი ჩემი პირველი სემინარი რომელიც თვით შემეცნებაზე გავიარე ამ სფეროს თან მიახლოებულ ან ძალიან ამ სფერო იყო უბრალოდ ბევრად უფრო ისეთი დამიწებული ენით იყო ეს ყველაფერი ახსნელი იქ ფასილიტატორმა ღმერთი რო ახსნა სიტყვა ეს რომ წარმოსახვით რომ ესე ვთქვათ დავიწყე ყურებ მე მორჩა მე იმას დავიწყე გავაგრძელე მოსმენა ამიტომ ჩემთვის ჯადოსნობა მიყვარს უბრალოდ ამის ესე დანახვა თუმცა მეორე მხრივაც რო შევხედოთ აი ამაში რომ გარაცფრო მეტროს ვატარებ ძალიან ჩვეულებრივი თემაც გახდა. სულ ჩემს თავს ვახსენებ რომ აი ის ნაწილი არ დავკარგო, იმიტომ რომ მომწონს ესეთი გამოცდილება, მაგრამ იმედენად ჩვეული გახდა რომ ჯერთიც მეც ანუ დამტკიცებულიც არის ხო ანუ გერმანიაში ხა გერმანიის წესების და კანონების მიხედვით ანუ ოფიციალურად მიღებული ესე ვთქვათ თერაპიული პრაქტიკა არის და არანაირი ეზოთერიკა იქ არ არის მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე ველი როგორ მუშაობს არ ვიცით ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმის რომ მტკიცებითი თემები თუნდაც მტკიცებით მედიცინაში კი კარგია, რაღაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მეტიც არსებობს. და ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ეს გვავიწყდება, რომ ერთი საუკუნის წინ ხო მეცნიერებამ ბევრი რაღაც არ იცოდა, რაც დღეს იცის. ანუ გამოდის რომ კიდევ ბევრი არის აღმოსაჩენი და ამიტომ ამის დაშვება რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, თავისი სიფრთხილით. ჯადოსნობა, მაგრამ ძალიან ისეთი ძალიან დამიწებული, ქმედითი, მიყვარს სხვათა შორის აი ის შენაც ახსენე მეცნიერებაში ამის გადატანა და ზოგი ფასილიტატორი მაგალითად ველს საერთოდ არ აღიარებს. აი უბრალოდ ისე აქვს ფორმატები მოფიქრებული, ანუ მე როცა ვაკეთებ განლაგებას თავისუფალ ფლოუში მივდივარ მეტად რა, დიდად არ მიყვარს ფორმატები, მაგრამ ისე აქვს ფორმატები დალაგებული, რომ არც გჭირდება, რომ დიდად დაიწყო აი ამ ჯადოსნობა რაც არის ველია იდეაში და არ ჭირდება. არ ახსენებს, იმიტომ რომ თქვათ ეს მეთოდოლოგია გამოიყენება ბიზნესთან, ორგანიზაციებთან სამუშაოდ, ხო? და მე ხიბლი ის არის, რომ ბევრი ადამიანისთვის ხდება მისაწვდომი, როცა ცოტა სხვა ენას და სხვა ტერმინებს იყენებ და რატომაც არა. ხო, მაგრამ ფაინ, ხო, ანუ ძალიან ის არის, რა ქვია, გამოიყენება დღესდღეობით გამოიყენება თითქმის, არ ვიცი, ანუ სად არ გამოიყენება, არ ვიცი. ბიზნესთან და ორგანიზაციული განლაგებები კიდე ცალკე მიმართულება არის და არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ანუ დღეს რო საქართველოში ეს არ გამოიყენება ჯერჯერობით, არის უკვე საწყისი, ესე ვთქვათ, პრეცედენტები და არიან ადამიანები, ვინც ამას ჩაუყარა საფუძველი და უკვე დიდარც თუ ისე ნაკლებად ცნობილი კომპანიებს ვთქვათ აქვთ გამოცდილება, მაგრამ ეს არის სამწუხაროდ დანაკარგია, რომ ამას არ ვიყენებთ. თუმცა მესმის კიდე რატო შეიძლება რომ ბარიერი იყოს ორგანიზაციისთვის.
ხედავ რაღაცებს. ოკეი. ხედავ რაღაცებს. თანამშრომლები დაიწყებენ რაღაც ისეთ რაღაცების დანახვას, რასაც შეიძლება თვალს არ უსწორებდნენ, ხო? შეიძლება განლაგება შეიძლება მარტო ფლობელმაც გააკეთოს ცალკე არ არის საჭირო ყველა ესწრებოდეს, მაგრამ ფლობელიც ხედავს რაღაცებს. ხო, დირექტორი ხედავს რაღაცებს. თვალის გასწორების ტექნიკა. თუმცა გამოყენება შეიძლება რაღაც ბაზარზე რა ხდება, მაგ კუთხითაც შეხედო, მაგრამ განლაგებას ერთი ესეთი აქ საინტერესო ტექნიკაა გამოცდისთვის, მაგრამ შენთვის როცა კეთდება, მზად უნდა იყო. ხო, აი რას გულისხმობ? მე კი ვიცი რასაც გულისხმობ, მაგრამ მაყურებელმა რა მზად უნდა იყო, რომ შეიძლება დაინახო ისეთ რაღაც, რაც არ მოგეწონოს. და არა მარტო შენ, როცა ჯგუფში კეთდება, სხვებმაც დაინახოს. ეს მზად ყოფნა მანამდე ყალიბდება, იმიტომ რომ ადამიანს თუ მზად ყოფნა არ აქვს, მაშინ არ იხსნება, რაღაცა არ იხსნება და ფასილიტატორისთვის ეს უბრალოდ შემთხვევაში უბრალოდ იჭედება. ანუ სხვა თუ არაფერი და იქ თუ ფასილიტატორმა თავის თავს დაუწყო დაბრალება, რომ მე ვარ ცუდი ფასილიტატორი, მე საერთოდ ცუდი ამბები გამოდის მაქედან. მაგრამ მზად უნდა იყო. ხო. აი შენ როგორ შეეხე პირველი? ხო, ან სანამ ფასილიტატორი გახდებოდი, სანამ ხო ისწავლე უკვე ეს მე რაღაცას უკვე სერიოზულად ჩადე შენი ენერგია და რაღაცა, მაგრამ აი პირველი გადაკვეთა სად მოხდა? პირველი გადაკვეთა ჩემი იყო დაახლოებით 5 წლის წინ. ჰოლოტროპული სუნთქვის ვთქვათ რიტრიტი იყო, სადაც ფასილიტატორი ამ ჰოლოტროპული სუნთქვით მიღებულ გამოცდილებას დაყრდნობით შემდგომ განლაგებებსაც აკეთებდა ხოლმე მონაწილეებისთვის. მაშინ საერთოდ დავინახე რა იყო განლაგებები, ანუ გავოცდი. და მანდ იმავე პროცესში გაკეთდა ჩემთვის პირველი განლაგება ჩემი. და რო დასრულდა განლაგება, იმახსოვს სრულიად დაკარგული ვიყავი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ცოტა მძიმე გამოცდილება იყო. და მომიბრუნდა ფასილიტატორი და მითხრა, რომ გილოცავ. ეხლა შენ იწყებ გაახალგაზრდავებას. და აი მართლა ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ისეთი აღსანიშნავი წერტილი იყო ჩემს აი ბოლო 5-6 წლის გამოცდილებაში და ფიქრა, ეხლა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეგრეც არის. ეგრეც არის. მას მერე უკვე ანუ როცა კი შესაძლებლობა მქონდა ყოველთვის ვესწრებოდი. თუნდაც მხოლოდ მონაწილედ, იმიტომ რომ მონაწილედ ყოფნისას შენს რაღაცებზე მუშაობ, იმიტომ რომ რეზონანსი თუ არ არის შენთან ისე არ აგირჩევენ უბრალოდ როლში და თან ნაკლებად მტკივნეულიც არის, იმიტომ რომ სხვისი განლაგება, ანუ გონებისთვის ნაკლებად მტკივნეულია. ხო, შენზე არა კონცენტრირება. ხო, და რაღაც მომენტში გადავწყვიტე სწავლა, ჰელინგერის სკოლაში ვეძებდი კურსებს, ანუ გერმანიაში. მეილი მივწერე, თან ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ რაღაცა დავაჯამე, ესეთი კოლოსალური თანხგამა, ანუ კაი, მინდოდა ძალიან. მეილის მივწერე, არ მიპასუხეს და ძალიან მალევე გამოჩნდა 1 წლიანი გამოუცხადა 1 წლიანი სასწავლო კურსი და აი მივხვდი, რომ ჩემთვის იყო გამოცხადებული, ხო არის ის მომენტები, რომ აი ზუსტად დაგემთხვა. და აი ეს 1 წელი რა თუნდა, რატო არის საჭირო, რომ 1 წელი ისწავლო? რა ხდება ამ 1 წლის განმავლობაში, რას გასწავლიან? ორი პასუხი მაქვს ამაზე, რა სწავლა საჭიროა თუ არა ზოგადად მაგ კითხვაზე, ან რა უნდა ისწავლო თუ სწავლობ. ერთია რომ ერთის მხრივ არა. დადექი და დაიწყე პრაქტიკა. ერთის მხრივ ეს პასუხი მექნებოდა რა და ბევრისგანაც გამიგია ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილებისგან ეს პასუხი. მეორეს მხრივ არის რაღაცა ნიუანსები, რაც ალბათ ჯობია რომ ცოტა თავი დახარო. დახვიდე კურსზე და გაიარო. რა სწავლობდით 1 წლის განმავლობაში? თეორიული ნაწილიც ბევრი იყო, მაგრამ მინიმუმ ისტორია არის, იქ მე არსებობენ მნიშვნელოვანი ადამიანები, ვის სახელი და გვარებიც არ მახსოვს, მაგრამ ისტორიების და ვერ მიმახსოვრებ და ნუ არა უშავს, არ ეწყინებათ იმ ადამიანებს დარწმუნებული ვარ. ვინც თქვათ მე როგორ სხვანაირად შეხედა, ანუ ჰელინგერი ერთი კუთხით უყურებდა და მე განავითარა კიდე თავისი მსოფლმხედველობა. სხვები სხვანაირად უყურებდნენ, ანუ არის მანდაც სხვადასხვა ხედვა ზოგადად რა არის განლაგება მაგის. აი ველზე რაც თქვი, ხო, აი ვიღაცა ველს უყურებს და ვიღაცამს რომ ველი არ არსებობს, კაც საიდანღაც, რა ვიცი, ემოციებიდან მოდის, ხო, ეს ყველაფერი. და რაც მთავარია საკუთარ სამუშაოებ ამ 1 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ
ერთი რომ ჯგუფი ვინც სწავლობს ერთმანეთის განლაგებებს ვაკეთებთ და პრაქტიკა. და რა თქმა უნდა ის მე ორი მასწავლებელი მყავდა და ეხლაც ჩემს მასწავლებლად ვთვლი, რომლებსაც უყურებ და სწავლობ. და რა თქმა უნდა შესაძლებლობა გაქვს რომ რაღაცა იქ მომენტში კითხო რომ ის რატო ეს რატო თუმცა იმ კუთხით თუმცა მაინც იმდენად ინტუიციაზეა და დაყრდნობილი იმდენად ვერანაირ წესს ვერ გამოიყენებ და ჯობია რომ არ გამოიყენო იმიტომ რომ არსებობს რაღაცები რაც როგორც წესი ესეა მაგრამ განლაგება რო იწყება იქ რა დაგხვდება არასოდეს არ იცი და თუ როგორც წესი ესეათი წახვალ ხო არა ექსემბა კარგი არ არის ისე იგი მე მგონია რომ ჯერ ეს ერთი მე მგონი ყველა ვერ ისწავლის ანუ მაინც ჩემი აზრია ყველა ვერ ისწავლის რუკიდან ნათალური ასტროლოგიურ რუკიდანაც რაღაცა მხარდაჭერა უნდა კონდეს მაგ მიმართულებას რომ ადამიანები ანუ ინფორმაცია გამოიტანო გადასცე მე შემოქმედებითი პროცესი ხა შერასაც იძახი ეგ ძალიან მომწონს ზოგადად ჩემ განლაგებას დასწრებული ვარ და ეგ ჩანს რა თავისუფლება და შემოქმედებითი პროცესი რაც შენ ეგ თუ არ არის რომ მე შენ ანუ ის კი არა რომ რაღაცა ისწავლე ესე რაღაც ინტელექტუალურად და მე რაღაც კონვეირულად მიყვები ანუ ის რომ მე ანუ ცოცხალ ურთიერთობაში რომ შედიხარ ველთან და ამ ენერგოს ინფორმაციულ სტრუქტურებთან იქო რაღაცა ცოდნები გეხსნება ინტუიციურად ის დაკვირვებები რაღაცა ანუ ეს უნარები თუ არა გაქვს რაღაცნაირად რა წინა რეინკარნაციებიდან ამუშევარი და ასე შემდეგ რომელიც გადმოყოლილია რასაც ნათალური რუკა უყურებს მე ეგეთი განლაგების ოსტატთან თუ რაღაცას დასწრება ჩემთვის არ იქნებოდა საინტერესო რა ანუ თორე იქ რაღაცა სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს რა რომ ის რაღაც არ არის რობოტი რა და ის გრძნობს იმ სიტუაციას რა სიტუაციაც იშლება იქ და ხო ანუ აი რო შეეხლა აი ამას რა და ეს გამოცდილება ქონდა მე უკვე თქვათ ისწავლე უკვე ჩადე ყურადღება და ანუ უკვე შეგიძლია რომ ესე თქვათ ჩაატარო შენ ეს სეანსებს ეძახი თუ როგორ ეძახი ჯგუფებს ვეძახი როცა ჯგუფურ მოწყობაში ხდება და სეანს ვეძახი როცა ინდივიდუალურად აი თავარი რაღაცა ისეთი პოინტები რაც აი ადამიანი რომელიც თქვა უყურებს ამ გადაცემას და ინტერესდება რომ რაღაცა სისტემური განლაგება არსებობს სადაც ველში შედიხარ და იქ რაღაცა ან პირადი თემა ან საგვარეულო თემა უამრავი ყველაფერი შეიძლება გამოიტანო და რაც შიგნით ხდება ის თვალნათლივ შენ წინ თამაშდებოდეს ესე თქვა აი რამე არის ისეთი გაფრთხილებები გარდა იმისა რომ შეიძლება იყოს ინტენსიური ესე თქვა რამე არის ისეთი გაფრთხილება რომელიც ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა რომელიც დაინტერესდებიან ესე თქვა არა ჩემი აზრით არის აი და რეები არის ნუ ერთის მხრივ თქვათ რომ ეს არის მეთოდი რომელიც ფასილიტატორსაც და სასურველია კლიენტსაც ვინცთან უფრო დაინტერესებული და ხშირად იღებს მონაწილეობას ასწავლის ნდობას. ეგ არის და ნუ ვიცი რომ ხშირ შემთხვევაში ჯგუფი რომელიც იქმნება ან არ იქმნება ან ვიცი რომ ანუ ნდობა მაქვს რომ ესე არის საჭირო. მაგრამ მეორეს მხრივ არის რაღაცები რაც ჩემი აზრით წინასწარ კლიენტმა უნდა იცოდეს. და არის რაღაცები რაც ფასილიტატორმაც უნდა გაითვალისწინოს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ვიცი რომ რაღაცები ჩემთვის რაღაც ჩეკპოინტებად მაქვს როცა აროდის არ უნდა შევიდე განლაგებაში მაგალითად როგორ ძალიანაც არ უნდა უდოდეს კლიენტს. აი შეგიძლია ეგეც რომ ინტენსივობას და იმას თავი რომ დავანებოთ რომ რაღაცა შეიძლება ისეთი გამოვიდეს გარეთ რისი გარეთ გამოტანისვაც მზად არ ვარ და თუ არ ვარ მზად არ აქვს მნიშვნელობა რატო ჯობია რომ არ წავიდე ესეთი ის არის ხშირად კლიენტი ანუ ადამიანი მოდის დაკვეთით რომ რაღაც ეხლა როგორც არის არ მომწონს მინდა იყოს ასე ხო კიდევ უფრო ხშირად კიდე სხვა ანომალიურ დაკვეთა არსებობს მეგეზე თუ მოგვეცემა საშუალება ვისაუბროთ მაგრამ არ ანუ ქმართან მაქვს დაძაბული ურთიერთობა და მინდა მქონდეს კარგი ურთიერთობა ველს ესე არ ესმის ხო არ აინტერესებს არ აინტერესებს ზოგადად ველს არ ესმის კარგი ცუდი ველს არ ესმის კეთილი ბოროტი ველს რაც ჩემი გამოცდილებით
ველი არის ენერგიის დინებები, რომელშიც ან ჯდები, ან მიყვები ამ დინებას, ან ეწინააღმდეგები. როცა ეწინააღმდეგები იქნება ეს friction, ხახუნის ძალა იქნება და ხდება პრობლემა. შეიძლება ფიზიკურ დონეზე იყოს პრობლემა, შეიძლება ურთიერთობაში იყოს პრობლემა, შეიძლება შვილთან იყოს პრობლემა, ხო? ამიტომ მინდა კარგი ურთიერთობა მქონდეს ქმართან. განახებს დიდი ალბათობით არ ვიცი ისიც, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემით დავიწყო და წავიდე ბებიასთან, რომელიც კლიენტს საერთოდ არ ესმის საიდან მოვიდა, ხო? მაგრამ ჩემს ხელთ ეს ჩემი კონტროლის ქვეშ ვერ იქნება. რაც ასკი მე კონტროლს ვიწყებ, კარმაზე კი ვილაპარაკეთ. მეორე გადმომაქ ეგ თემები ჩემსა და მივიდივარ სახში ვამუშაო, ხო? მე როგორც ფასილიტატორი და კლიენტს კიდე რას ვუტოვებ. მაგრამ ნახე მდგომარეობაზე მუშაობს განლაგება რა ეხა ვარ ესეთ მდგომარეობაში მაგალითად იმედგაცრუებული, დათრგუნული, დეპრესიული და მაგაზე შეკიწყობს ხელს რომ კარგად გახდე, მაგრამ ეს არ ვიცი, ქმართან გაშორებით მოხდება თუ ურთიერთობის დალაგებით, ეს არ ვიცი. კლიენტი სასურველია, კლიენტი იყოს მზად იმისთვის, რომ რაღაცები არ იცის. რაც მისთვის ესე ვთქვათ მოდი ასე ვთქვათ მისი სულისთვის უფრო სასარგებლოა. ანუ ბერთ ჰელინგერი ბოლო წლებში თავის ასე ვთქვათ განლაგებებს სულის მოძრაობას ეძახდა. საერთოდ ხმას არავინ ქარიღებდა და ესე ანუ არ ვიცი ახლა სულის მოძრაობა. ანუ რეპრეზენტატორები გამოყავდა, ხო, ანუ ვინც არის ეს განლაგებები, ანუ ჯგუფურ მოწყობაში ესე ხდება, რომ თვით კლიენტის რეპრეზენტატორი დიდი ალბათობით და სხვა ელემენტების ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი თუ არ ვიცი სიხარული, სიყვარული, ბრაზი ამ ელემენტების რეპრეზენტატორები გამოყვავს ველში და მე ვუყურებ დინამიკას და უკვე ყველა ფასილიტატორი თავისებურად ეს ვთქვათ უძღვება პროცესს. ბერთ ჰელინგერს გამოყავდა ეს ელემენტები, ეს ვთქვათ ადამიანები და უბრალოდ უყურებდა. ანუ იქ არც ლაპარაკი, კი შეიძლება პატარა რაღაცა ბიცკი ყოფილიყო მოძრაობისთვის, მაგრამ ანუ და არც ხსნიდა რა მოხდა. ვაუ. აი არც ხსნიდა. კიდე რაღაცა ცალკე სხვა ხდება მოძრაობა, უკვე ნდობა შემოდის რა, ანუ ხდება მოძრაობა და დიდი ალბათობით მithumetes ამას უფლებას თუ მისცემ ადამიანის მდგომარეობა იცვლება. შეიძლება ერთ კვირა, შეიძლება იმავე დღეს, შეიძლება ერთ კვირა, შეიძლება 6 თვეში. არ ვიცით ეს. ყველა ადამიანი ვინად უნიკალური და კომპლექსურია და თავისი ისტორიით არის, რომ არ ვიცით, მაგრამ აი ნდობა ამ ნაწილში შემოდის და ნდობა იქ, რომ რაღაცა ანუ სცენარულად ისე არ დაალაგდება, როგორც შენ გინდა რომ დაალაგდეს. მე მესმის. ყველაზე ცუდი ისტორიის განვითარებებითაც. ანუ მე არ მქონია ეგეთ შემთხვევა და საქართველოში არ გამიგია, მაგრამ რავი, აი მაგალითად, მშობლის გარდაცვალება მაგალითად განლაგების მერე არ მან არავის განლაგება არის კავშირში თუ არ არის კავშირში, მაგრამ ანუ პროცესებს აღძრავს რა, მოკლედ. პროცესებს აღძრავს, რაც არაჯანსაღი იყო. ხო. რაღაცას თუ გამოასწორებ, ხო, ანუ ცოტა ისეთი არ მინდა ვინმე დავაშინო, ამით ცოტა უფრო ისეთი თემაა, მაგრამ არა, კაია რო ეხები. თავისი აქ. ხო. მოკლედ აი რაღაც დონეზე მოსწავლის სტატუსში და მიმღებლობის, აი რაღაც აი მდგომარეობაში უნდა მოექცეს ადამიანი, რომელიც მოდის, ხო, ანუ ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ აი ხა წარმოიდგინე, აი მე რატო ვიძახი ახლა ამას რა. აი ესე რომ მოდიხარ, რომ აი ხა მე მინდა, აი კონკრეტულად რო იცი, რომ აი ხა მე მინდა, რომ ქმართან პრობლემაა და ეს პრობლემა აღარ მქონდეს. ანუ რაღაცნაირად, ანუ უკვე შენი ასტროლოგიურად რო ვთქვა, შენი მერკურით, გონებით და ინტელექტით, გინდა რომ დაალაგო რაღაცა ძალიან დიდი, რომელსაც ჩემი გონება პროსტა ვერ გაწვდება, უნარი არა აქვს. ბინარულ, ანუ ორობით იმაზეა მოწყობილი, კი არაზე ფუნქციონირებს რა, ანუ დუალური არის. ვერ დაიტევს იმ ხელა რაღაცას, ხო და მან სადღაც უკვე შეიძლება თქვი რომ აი მინდობით ყველაფერი რო შეიძლება მოხდეს განლაგების დროს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მათ შორის ისიც რომ შეიძლება შენ განლაგება არ ჩატარდეს. ეგეც ძალიან ანუ რო გავიგე, რომ ეგეთ რაღაცებიც ხდება, ხო, როგორც ვიცი რომ ანუ შეიძლება ანუ ჯგუფი შეიკრიბოს და რაღაცა და უბრალოდ ის არ ჩატარდეს ესე ვთქვათ. აი მანდ როგორ ხდება ხოლმე, ან ქონია ეგეთი შემთხვევა, რომ აი ველში პროსტა ანუ ინფორმაცია ველმა არ მოგცა ესე ვთქვათ რა. ხო. ქონია.
მინდობას ვიტყვი რაღაცას, მინდობა არა ფასილიტატორის. ველის. ხო, იმიტომ რომ ხო ეგ მნიშვნელოვანია ზოგ ფასილიტატორს, ნუ ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ჩვენი ეგო, ყველას რაღაცა მოგწონს, ხო, რაღაცა უნარები გვაქვს და ფასილიტატორი აუცილებლად თანასწორ იმაშია, თანასწორ პოზიციაშია კლიენტთან და გამიგია ის ვერსიაც, რომ ფასილიტატორი კლიენტს მსახურია. ხო? ანუ საერთოდ სხვა ის შემოაქვს, ანუ კლიენტი არის მთავარი განლაგებისას. არა ველში რა ხდება კლიენტია მთავარი განლაგებისას. ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ ველში რაღაცა ხდება, რომ საერთოდ კლიენტის რეპრეზენტატორთან კი არა, სხვასთან რომ იყვე, შეიძლება რაღაცა დინებაში მოექცეს ფასილიტატორი, რომელიც თქვა რაღაც შეიძლება დამიწება, ვერ მოახერხოს და საერთოდ სხვა თემაზე გადავიდეს და ამ დროს კლიენტს დიდად არ ეხებოდეს, ხო, ის თემა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ხდება ამ ველში. რაც შეეხება არ შემდგარ განლაგებას ზოგი ადამიანი უბრალოდ მზად არ არის. და როცა ვთქვათ შეიძლება გონია რომ მზად არის და ერთი კითხვით იქით რომ გავალთ რომ კაი ვთქვათ ეს ესეა, მაგრამ ამაზე რა ეს როგორ არის, უკვე მანდ ჩერდება და ოკეი, მაშინ მომგონი ეხლა არ მინდა, ხო? ეს მარტივი შემთხვევა. მაგას თვითონ იძახი ის თუ შენეუბნები. ესეც ყოფილა რომ ან ჯერ არ მინდა და როცა ორდღიანი პროცესია ვორქშოპია, ყოფილა რომ ეხლა მივხვდი რა მინდა, იმიტომ რომ რთულია გავიგოთ რა გვინდა. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან რთულია. ეგ არის ამოსავალი წერტილი. ხო, ანუ ვიცით რა ცხოვრება შეგვიძლია მოვიწყოთ ისე როგორც გვინდა. მინდა არის ამოსავალი წერტილი. რას უნდა? აი რას უნდა? რავი, მინდა კარგი ურთიერთობა ქმართან. რას უნდა კარგი ურთიერთობა ქმართან? რომელიღაცა დაზიანებულ ნაწილს თუ მე მინდა მართლა და მე რა არის, მე მანმა კიდე ცალკე. სამოგზაურო თემა. ყოფილა გაჭედილი განლაგებებიც. ხო, ანუ რაღაცამდე მივედით და არის იძურის ველი. მაგ შემთხვევაშიც ესე მასწავლეს და მეც მგონია რომ ესეა რომ ან პატივისცემა ველის მიმართ რომ რაღაცა ან სისტემის მიმართ რომ რაღაცა არის რაც ეხლა მზად არ არის სისტემა რომ გაჩვენოს ხო გაგიმხილოს და არ უნდა ეჯაჯგურო არ უნდა ეჯაჯგურო ხო როგორი ისიც არ უნდა იყოს დამაბნეველიც არ უნდა იყოს ან მიცედრო არ ვიცი იმიტომ რომ ველი რას გაჩვენებს ხო ველი ზოგადად ესე სრულ ჭეშმარიტებას რომელიც ყოველთვის ესე ამას არ გაჩვენებს აი ამ კონკრეტულ მომენტში ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში რა ხდება ამას გაჩვენებს ველი აქ და ახლა შეიძლება ერთ წელიწადში გააკეთო მსგავს საკითხზე ხო იგივე ვერ იქნება ზუსტად და საერთოდ სხვანაირად დაგანახოს ხო მე ველში დამინახავს დედაჩემი და მამაჩემი რომლებიც ერთმანეთს ვერ უყურებენ და დამინახავს დედაჩემი და მამაჩემი რომლებიც ერთმანეთზე გიждდებოდნენ ისე უყვართ ძალიან დიდი სიყვარული იყო ხო გააჩნია რა საკითხთან მიმართებაში უყურებ და რასაც ველში ხედავ ეს არ არის რომ დედაჩემს და მამაჩემს ერთმანეთი არ უყვარდათ ან დედაჩემი და მამაჩემი ყოველთვის ერთმანეთზე გიждდებოდნენ ხო ანუ არც ერთია და არც მეორეა ეს არ არის რაღაცა სამკითხაო ზოგს აქვს ეგ ცდუნება რომ მოდი ვნახოთ აბა ის რას ფიქრობს ჩემზე არა მესმის რამე ეთიკური ისინი არის აი შენ როგორ ფიქრობ აი უკვე რომ დაამუღამებ რომ ეგეთი რაღაცა არსებობს რომ ენერგოინფორმაციულ ველში შეიძლება შეხვიდე და იქიდან ინფორმაციები გამოვიდეს ოჯახიდან დაწყებული ქვეყნით დამთავრებული და სხვა ანუ აი მანდ ეთიკური ნორმები სულიერ ეთიკურ ნორმებსაც ვიძახი და ჩვეულებრივად ან რას უნდა მიაქციო ყურადღება სად დაარღვევ თქვათ რაიმე კანონებს რამაც შეიძლება მე ცუდად მოგიბრუნდეს ესე ვთქვათ რა ან არის რომ თქვათ ვიღაცაზე ინფორმაციის გამოტანა არ შეიძლება ან ხო აი რაიმე წესები თუ არის რა ზოგადად მე უფრო სულიერ ეთიკურ ნორმებს ვიტყვი იმიტომ რომ ხავრამთა შეიძლება ჩემი ის არის რომ სხვანაირ ცოტა პატივს არ ვცემ ხოლმე ხო ანუ ტრადიციული თერაპია ჩემთვის მაგით არის ცოტა გაუგებარი რომ იმდენი ეთიკური ნორმაა რომ სად ხდება ჰილინგი მე თუ ეს არ შეიძლება ის არ შეიძლება მაგრამ მესმის რატომაც გაჩნდა საჭიროება მესმის სულიერ ეთიკურ ნორმებზე თუ წავალთ ესეც ჩემი გამოცდილება და შეიძლება ამას მიემატოს რაღაცან გამოვაკლდეს რომ რაღაცებში ნაკლებად გაბედული ვარ რაღაცებში შეიძლება მეტად ვიზღუდავდე თავს პირველი რაც არის ნება კლიენტის რომლის განლაგებასაც აკეთებ გამოხატული ნება ხო რომლის იქითაც ანუ კლიენტი მოდის და მინდა ჩემი შვილის განლაგება გააკეთო ან აი ქმარს აქვს პრობლემა აი ქმარი სვამს და მინდა რომ აღარ სვამდეს ან ესე ეგრე არ არის ხო
ნება არის ერთი უნდა მოგცეს უფლება და მარტო სიტყვიერი ერთი არის სიტყვიერი ნებაც ნება ჩემთვის მაგრამ ზოგჯერ იგრძნობა ხოლმე რომ კი ამბობს რომ მინდა მაგრამ რაღაცა იქით არ არის და ვიცი რომ ესეთი განლაგება არ გამოვა უბრალოდ რა და ჯობია რომ ან დაკვეთა შევცვალოთ ან ცოტა დრო შევცვალოთ თქვა მეორე დღეს იყოს ან ასე შემდეგ მეორე ალბათ რაც არის ალბათ არის ჩემი მდგომარეობა შენი ხო კონკრეტულად როგორ რესურსული მდგომარეობა ერთი კარგად მესმის და უნარი ერთი რომ ანუ ენერგია უნდა მქონდეს მზაობა უნდა მქონდეს ზოგჯერ რომ აი რაღაცად მიმართოს როცა არ მინდა თავისი ყველაფერი ლაგდება ანუ არასდროს არ მომწევია ჩემი თუ არის თქმა ანუ ძალიან კარგი არ ვიცი ხა ეს არის ღბალია თუ რა არის ზოგჯერ რომ არ მინდა და რატო არ მინდა მან და აღარ ვიქექები ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ჩემი ენერგეტიკული მდგომარეობა და ესეთი საინტერესო რაღაცა არის ფასილი განლაგების ფასილიტატორს კონსტელატორს ეძახიან ხო ვახსენე რომ ცარიელი მდგომარეობა ხო ანუ ცარიელიდან შეგიძლია მარტო აღიქვა იმ ადამიანისთვის რა ხდება შეიძლება რეზონანსში მოხდე ჩვენს დაუმუშავებელ თემასთან ოკეი ვერ შეამჩნიო და შენ ეს იმიტომ რომ ეს თის მოვისმინე დღეს რომ ველმა არ იცის კლიენტი ვინ არის ხო აი რა საინტერესოა ხო ჩვენ ხარ ჩემი კლიენტი განლაგებას ვაკეთებს და მე ყველას გონია რომ ნიკას განლაგებას ვაკეთებ და ველი ანუ ველს რა ვაიტყურე ხა ნიკა არის კლიენტი მე კი არა ან რეპრეზენტატორი კი არა ველმა ველი იმართება ერთადერთი მე რასაც ვუყურებ ყურადღებით მხოლოდ და მე თუ გამექცა ბრჭყალებში ვთქვით თქვათ ანუ ხა ადამიანები ვართ ხო ანუ ბოლომდე გასხროსნებულები არ ვართ არაუშავს მაგრამ ეგეც ერთ-ერთი აი გაგეცა რას გულისხმობ თქვათ ერთი ვერ შევამჩნიე და ჩემს თემაში გადავიდა მეორე ნახე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა რაც არ ვთქვით განლაგებებზე რას აკეთებს განლაგება საერთოდ რატო რეზონირებს რაღაცასთან რატო გვაჩვენებს რაღაცას ხო ანუ ანუ ველში არის ინფორმაცია იმის შესახებ რაც თავის დროზე არ იყო დანახული და აღიარებული ეს შეიძლება იყოს სისტემის ელემენტი როგორც ადამიანი და შეგვიძლია შემთხვევაში ეს არის გრძნობები და ემოციები ხო? ანუ არ ვიცი ხა ბევრი ისტორია, ბევრი მაგალითი შეგვიძლია ვთქვათ ხო? ანუ არ ვიცი ძალიან რთული იყო მაგალითად არ ვიცი რა აი მაგათ ჩვენ უახლოს ისტორიაში ხო ომის სცენები რო გავიხსენოთ ხო? ანუ განსახლიდან გამოსახლება მაგალითად რთული იყო ემოციურად გადატანა იმ მომენტში თავდაცვის მექანიზმები გამოვიყენეთ არ ვიცხოვრეთ ის ემოცია არ განვიცადეთ ბოლომდე და ეს ესეთ გამოვეკიდა ჰაერში ეს განუცდელი რა ანუ იდეაში მარტივია რა სისტემის დაიანველის გაგება ყველაფერი რაც არ იყო ბოლომდე დანახული აღიარებული რჩება იმისთვის რომ ვიღაცა მაინც ეს გააკეთოს და ეს ვიღაცა საგვარეულო ხაზში შეიძლება იყოს საგვარეულო ხო როგორც წესი საგვარეულო ხაზში მაგით გადმოდის ხო ანუ ხა იქ გენეტიკურადაც რაღაცა თავის პროცესია ენერგეტიკულად თავისი პროცესია კარმულად თავისი პროცესია და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩდება ერთმანეთში და ასტროლოგიურ რუკაშიც ისე ლამაზად ჩანს ეს ყველაფერი მეტი რო არ შეიძლება ანუ გენიალურად არის მოწყობილი მაგრამ თავარი არის ის რომ ის რაც არ არის განცდილი იყოს განცდილი ის რასაც არ შევხედეთ იმიტომ რომ არ იყო კომფორტული პედოფილი ბიძა მაგალითად და არ იყო კომფორტული ოჯახისთვის ეს ამბავი და არ შევხედეთ და ამ დროს ისა ველში შეიძლება ხა ცოტა რადიკალურ მაგალითებს ყვები ყოველთვის ესეთი მაგალითები არ ხდება ეს არის იშვიათი გამონაკლისი შემთხვევები რომ ამ ფორმით გამოვლინდეს ველში დავინახეთ ესეთი ამბავი და ამ დროს ფასილიტატორი დგას რომელსაც მსგავსი სადღაც არ ვიცი კარმული არ ვიცი ისტორიაში ტრავმა აქვს და ასევე არ უნდა ამის დანახვა ისე როგორიც არის მაგ ეკუთვი ხო ანუ ველმა კარგი და ცუდი არ იცის და თუ ფასილიტატორი კარგი და ცუდი თუ ყურებს ამას ну არ ვიცი ხო ცოტა ბევრი სამუშაო ექნება განლაგების მერე ფასილიტატორსაც და კლიენტსაც რა ხო მესმის ეს თვითონ აი მე ეხლა რო კიდე დაიხვეწა რა რომ სხვადასხვა ვთქვათ ჰელინგერი როგორც აკეთებდა ალბათ კიდე უკვე შემოქმედებით საკუთარი შემოქმედებით სხვადასხვა ფასილიტატორებმა ანუ გაამდიდრეს კიდე რაღაცა მიმართულებები ხო ანუ შენ კონკრეტულად რაზე მუშაობ შეიძლება ესე ითქვას ან ყველა თემას იღებ
რომ მაგალითად აი რა საგვარეულო ხაზის დამუშავების თემას იღებ რაღაც აი კომპანიების უბრალოდ აი აქ რა ხდება კომპანიაში როგორც ველში ესე ვთქვათ რა ენერგოინფორმაციული სტრუქტურა ან ეგრეგორი კომპანიის ან ოჯახის მან კონკრეტულად ერთი ტიპის აი რომელი მიმართულება არის უფრო შენი და თუ ყველასთან მუშაობ და ანუ აი თუ გაქვს დაკვირვება მან რომ უფრო ეფექტური რომელი არის რა სადაც აი ველი უფრო ინტენსიურად იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მერკანტილური დამოკიდებულება რომ გაქვს რაღაცისადმი რომ აი ხა გინდა კონკრეტული რაღაცა მატერიალური ინფორმაციის გამოტანა შეიძლება იმდენად არ გაძლევდეს ინფორმაციას მაგრამ ეს არ ვიცი აი უბრალოდ კითხვას ცირა დიდი გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში არ მაქვს მე უფრო გამოდის რომ მუშაობ საოჯახო განლაგებების კუთხით ყოფილა სიმპტომებზეც ანუ არ მომწევია აქამდე რამე დაკვეთაზე უარის თქმა ანუ კლიენტის რამე სურვილზე უარის თქმა ძალიან ლამაზად ლაგდება რა პერიოდსაც მე გავდივარ ხოლმე რასაც მე გადავლახავ ან პროცესში ვარ იმას გადიხარ ძალიან კარგად ლაგდება ხოლმე ძალიან ლამაზად მადლიერი ვარ ამის იმიტომ რომ ხო არ ვიცი როგორ ხდება ამიტომ მე რასაც ვაკეთებ უფრო ამას ეძახიან ფენომენოლოგიურ განლაგებებს ანუ აი დობით რო შედიხარ რა ანუ შეიძლება კლიენტი დავაყენო მარტო და მე ვუყურებ რა ელემენტი შეიძლება შემოვიყვანო ფორმატები ჯერჯერობით ფორმატებს გულისხმობ რომ აი მაგალითად არსებობს რაღაცა ფიქსირებული ფორმატები დედის ტრავმა კლიენტის პოტენციალი მაგალითად ძალიან სასარგებლოა მართლა ანუ აი სასწაული ფორმატები არსებობს მაგრამ მე შეიძლება მომავალში ვნახოთ ასტროლოგიური განლაგებები მაინტერესებს და ცალკე თემა ამას შევეხოთ ცოტა მოგვიანებით. ორგანიზაციული განლაგებები საოცრად მაინტერესებს, მქონია გამოცდილება უშუალოდ ყურების, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი განათლების მიმართულება, ანუ ცალკე არის კიდე ორგანიზაციული განლაგების თემები და ამ შემთხვევაში უბრალოდ შემოვიფრაგლები, რომ მეტს ვსწავლობ, რომ იქ რა პრინციპები მუშაობს. რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო მათ კომპანიებში, იმიტომ რომ რაღაც მომენტში იქაც ხო პირად თემებზე გადის და ორგანიზაციულ ჭრილში უკვე იქ შემოდის უკვე რაღაცა ეთიკის ნორმები, რომელიც მე ავირჩევ. არ დავიცო ხო ეგეც ჩემზეა, მაგრამ მაგ მხრივ მე პირად ფასილიტაციის გამოცდილება არ მაქვს უფრო ინტერესი. ჩემი არის ისეთი საოჯახო განლაგებები, ცოტა უფრო ეგ კუთხე, ხო. და მერკანტილურია ის თუ არ არის მერკანტილური. აი ეგეც არა ინტერესებს ველს. ხო. აი მთავარია ენერგია რა, ანუ ადამიანი რამხელა ესე ვთქვათ სურვილით არის მოსული და რამდენად ის დაკვეთა რაც აქვს, რამდენად ესადაგება აი ველში აი ამ flows, ხო აი ამ დინებას რა. შეიძლება ბევრი ფული უნდა ამ დაკვეთით არის მოსული და ძალიან ესადაგება მისი სულის გზას ამ მომენტში ეს ამბავი და აი 1-10 წუთიან პროცესში გამოიხსნას რა. ეგეც საინტერესოა. აი თქვათ შედგა ჯგუფი. ანუ რაღაც თემა არის, რაღაც საოჯახო თემა არის გამოტანილი რა ოჯახის რაღაცა კარმული თუ რაღაც საგვარეულო პრობლემა ან ასე შემდეგ. რამდენი ადამიანი არის საჭირო? რომ გათამაშდეს ესე ვთქვათ ეს შენი მიდგომა როგორი არის მე ვამბობ ხოლმე რამდენიც არის იმიტომ რომ ყოფილა რომ რავი 2-3 ადამიანი ყოფილან და რაღაცა გაგვიკეთებია ნახე კომფორტულად ან კომფორტულად ჩემთვის კომფორტული არის სადღაც 10 მაქსიმუმ 12 კაციანი ჯგუფი ხო მაგას გულისხმობ იმიტომ რომ ამ ეტაპზე მაგის ეს არის ჩემთვის კომფორტული რაოდენობა თუმცა რაც უფრო დიდია ჯგუფი განლაგებები უფრო ძლიერია დიდია ოღონდ კონცენტრირებული ადამიანების ჯგუფი ხო ვინც ველზე არიან კონცენტრირებული იმიტომ რომ ისევ და ისევ ყურადღება არის ხო ის რაც საერთოდ აკეთებს საქმეს რა ანუ ფასილიტატორი ყურადღებით მართავს პროცესს თუ მართავს ან აძლევს საშუალებას პროცესს რო განვითარდეს და რეპრეზენტატორებიც და ადამიანებიც ვინც ხედან თორემ იმის მჯერა რომ ენერგეტიკულად რაც უფრო მეტი ადამიანი ვინც ამაზე არის კონცენტრირებული მით უფრო ძლიერია განლაგება თუმცა არ ვიცი რა ანუ მინახავს ძალიან პატარა ერთმოქმედებიანი განლაგება რომელიც ანუ ისეთი ანუ გწნობ რა ის თამბეჭდა გააკეთა ხო თავის საქმე
და ეხლა აი 10 კაც რო ავიღოთ რა ესე ანუ 10 კაცი არის შენთვის საჭირო რო თქვათ რაღაცა კომფორტულად იყო შენც და ის თემაც რაღაც კარგად გამოვიდეს ხო დამუშავდეს და დროის ფაქტორი მანდ უკვე როგორ არის რომ აი კონკრეტულ თემას რო აიღებ თქვათ რაღაც ოჯახურ პრობლემას და თქვათ 10 მონაწილე არის აი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს მოკლედ განლაგება და შენთვის თუ აქვს და აქვს მნიშვნელობა იმას რომ რამდენიმე დღე მიდიოდეს ან რაღაცა თუ ერთ დღეში შეიძლება რომ დამთავრდეს ან რამდენიმე საათში შეიძლება დამთავრდეს არის ერთი განლაგება დაახლოებით საათი ანუ ნახევარი საათიდან საათ ნახევრამდე რა უფრო ერთი თემა ანუ ერთი თემა ერთი ადამიანის кейსი ასე ვთქვათ რა განლაგება შეიძლება ან დაახლოებით ესეა უფრო ხანგრძლივ განლაგებებშიც მიმიღია მონაწილეობა თუმცა მანდ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ჯგუფის თემა დატვირთვის ანუ განლაგების დროს რეპრეზენტატორიას აკეთებს და ფასილიტატორიას აკეთებს აი იმ ენერგიას რომელიც არ იყო გატარებული თავის დროზე რომელიც ჩამოეკიდა ხო არ იყო ნაცხოვრები იმას ატარებს ანუ დატვირთვა არის ხელზე რა თუმცა ძალიან დიდ სარგებელსაც იღებს ამიტომ ესე ვთქვათ რა ანუ სადღაც ეხლა როცა ვატარებ ძირითადად ვატარებ ხოლმე 2 დღიან ვორქშოპებს მანამდე 1 დღიანებსაც ვატარებდი ნახევარ დღიანებსაც ვაკეთებდი როცა ჩემი პრაქტიკისთვის ვთქვათ მეგობრებს შევიკრიბებოდით და ნახევარ დღიანებს ვაკეთებდი 2 დღიანი და ცოტათი მეტიც რო იყოს ვთქვათ 3 დღე უფრო კარგია ესე ვთქვათ იმიტომ რომ ზოგადად არიან ხოლმე ადამიანები ვინც პირველად არიან პროცესში პირველი რამდენიმე საათი ეთმობა იმას რომ ვისაუბროთ ავხსნათ გამოვცადოთ აი თურმე ეს როგორ არის ზოგმა ირწმუნოს ან არ ირწმუნოს ხო ესეც არ არის მაინც და მაინც აუცილებელი მაინც უფრო იმას ეთმობა რომ დავიწყოთ და დიდი დატვირთვა რო არ იყოს ესე მთელ გვიანობამდე რო არ ვიმუშაოთ როცა 2 დღეა ბევრად უფრო ეფექტურია თან როცა შუაში ხამია როცა დაიძინებ ხო აი ძალიან მნიშვნელოვანია და თან განლაგებებს არასდროს არ ვატარებ ხოლმე მარტო განლაგებებს ყოველთვის ვიყენებ სხვადასხვა ტექნიკებს რაც არის მედიტატიური ტექნიკები აქტიური მედიტაციებს სუნთქვით მედიტაციებს შეიძლება ინტენსიური იმისთვის რომ მეტი ბარიერი იხსნება მაგ დროს რა და დასასრულებლადაც აი პროცესიც რომ დასრულდეს და აიხსნას მეორე დღეს და მე მიყვარს აი ესე კომბინაცია შეკეთება რა ანუ მარტო შევიკრიბეთ ახლა განლაგებები ვაკეთეთ და დავიშალეთ აი არ მიყვარს და აი შენი კომფორტული ის რო გავყვეთ მაგას თქვათ ხო აი 10 კაცი არის 2 დღიანი ვორქშოპი არის რამდენი თემა შეიძლება დამუშავდეს ამ დროს რა ხო ვიცი რომ ახლა ესე ვერ იტყვი მაგრამ დაახლოებით რა გამოცდილებიდან გამომდინარე დღეში 3 და 5-მდე 3-5 თემა ესე რომ არ ჩამოგვიყვება რეპრეზენტატორები ხელში 3-დან 5-მდე ხო და ყველას და როცა ჯგუფს ვკრებ ხოლმე ყოველთვის ვამბობ რომ ყველას განლაგებას შეიძლება რომ ყველას განლაგება არ გავაკეთო როგორც წესი აქამდე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე შეიძლება დიდი განლაგება არის მაგრამ პატარა რაღაცა მაინც გავაკეთოთ იმიტომ რომ პატარა ყველასთვის ერთისთვის ვიღისაც ვქვა დიდი განლაგება არ მოუწია თქვა რომ თემა არ მაქვს მაგალითად მაგრამ რაღაცა პატარა შეიძლება მაგრამ უბრალოდ რომ ნახოს რა არის მე თვითონ და პირველად არის მანდ მეორე თემაა კიდე რა როცა ინდივიდუალური სესია ფოკუსი ჩემი როგორც ფასილიტატორის არის ეს ერთი ადამიანი როცა ინდივიდუალური სესია როცა არის ჯგუფი ჩემთვის ერთი ადამიანი უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის ჯგუფი მნიშვნელოვანი არის რაღაცები რაც იმ მომენტში ჯგუფისთვის არის აქტუალური ხო და არის რაღაცები რაც არ ვიცი მოკლედ სხვა ფოკუსი მაქვს მაგ დროს და ინდივიდუალურს რო ან ჯგუფზე გავიგე რა თქვა 10 კაცი ან რაღაცა და აკეთებ ჯგუფ ინდივიდუალურზე როგორ ანუ შეიძლება რომ ერთი ტიპი მოვიდეს რაღაცა პრობლემა მქონდეს და უნდა რომ შენ გაუკეთო კონკრეტულად მას მაგრამ იმასაც ხო ჭირდება მე ვიღაცა ტიპები თუ მაგრამ კარგია თუ იქაც ვიღაც ტიპები მყავს თუნდაც ონლაინ ან იკრიბებიან მაგრამ ლოჯისტიკურად და ბევრი მიზეზის გამო რთულია ეგ ამბავი ინდივიდუალური განლაგებებისთვის არსებობს ფიგურები შეგიძლია ნებისმიერ გამიკეთებია რაღაცა უცებ დავსხარო და ერთჯერადი ჭიქამედო ბოთლი მედო ანუ ნებისმიერ რაღაცა შეგიძლია აიღო და ის გამოიყენო სპეციალური ფიგურებიც არსებობს და არსებობს ესეთი პროგრამა, სადაც სხვადასხვა ფერის ფიგურებია
და ამ ფიგურებს იყენებდა პროცესში. ორი ვარიანტია. ერთი ვარიანტია, როცა კლიენტი შედის ყველას როლში. და გრძნობს და ესე ვთქვათ, მას მიყვები, რაც რთულია. ძალიან რთულია, მithmetes, როცა ადამიანი პირველად მოდის, მე მიჭერს. მე ვიცი, ჩემი კოლეგები, ვინც ამას ძალიან ისე კარგად აკეთებენ, ჩემთვის ცოტა გამოწვევაა ეგ და მეორე ვარიანტია, როცა ფასილიტატორი მოგზაურობს როლებში. ხო. და მარტო რაღაცა ჩართულობით, კითხვებით და რაღაცა ფრაზებით ეხმარება კლიენტს. ესეც არის მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი წესი და რიგით უფრო რთულია ფასილიტატორისთვის ენერგეტიკულად, მაგრამ შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როცა კლიენტისთვის არის პირველი გამოცდილება და დღესდღეობით ვიცით, რომ ყველაზე უფრო მეტად ადამიანს რაც უჭირს სხეულია, სხეულთან კავშირი და დაუშვა საერთოდ რომ რაღაცას გრძნობს. და გარდა ამისა არსებობს ფურცლების მეთოდი, ღუზების მეთოდი, ხო, ან ფურცელზე დაწერე რაც გინდა, ამოატრიალე, დადექი, ნახე რას გრძნობ, ხო, და ანუ ბევრნაირ, ანუ მე ეგეც რაღაცა შემოქმედებითი ნაწილი გამოდის, აი თემის მიხედვით უცებ ხვდები რომ არა ეს არ გამომოდი აქვს ცოტა მანდაც ეს არის. მან ერთი კითხვა მაქვს კიდე რომ აი შეიძლება მაყურებლებსაც გაუჩნდეთ ეგ კითხვა რომ აი მაინც რო ველს ეხება და ამ შეგრძნებებს და ამ რაღაცებს ხო ანუ ყველას შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა ანუ გრძნობელობა არის რაიმე საჭირო რომ კონკრეტულად გრძნობელობა კონდეს ადამიანს რაღაცა ნატიფი აღქმა რაღაცების რომ მონაწილე გახდეს თუ აი ნებისმიერი ადამიანს რომელსაც შეიძლება არანაირი არც მედიტატიური არანაირი გამოცდილებები არ აქვს მოვიდეს და გააკეთოს ესე ვთქვათ. ყველას შეუძლია. და კი არსებობს ესეთი ცნება კარგი გამტარის და შესაბამისად არც ისეთ კარგი გამტარის. როცა განლაგებას აკეთებ იმ მომენტიდან და მანამდე იწყება ისტორია. ან შეიძლება განლაგება დაგეგმილია ერთ კვირაში და რაღაცები ხდება უკვე ეგეთიც ცოტა შემთხვევა არ არის. როცა განლაგება ჩაიფიქრა ჯგუფმა ყველაფერს მე უკვე აზრი ანუ მნიშვნელობა აქვს ის ადამიანიც ვინც შეიძლება ვერაფერი ვერ იგრძნო გამოიყვანე და ვერაფერი ვერ იგრძნო ეს მეჩვენებელია შესაბამისი ინფორმაცია აქვს ხო შესაბამისი ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს და კი იქ მე არის შესაბამისი ტექნიკები აი სწავლა მანდ გეხმარება რომ უცებ თუ დაიბენი ხა ესე ყოველთვის ველში იყო და ყოველთვის გაყვე კი ალბათ 20 წელიწადში ეს ფასილიტატორი იქნება მაგრამ ის ზოგჯერ თუ რაღაცა ხედავ რომ ის არის ოკეი ჩაანაცვლე რეპრეზენტატორი ან გვერდზე დაუყენა ვიღაც რეპრეზენტატორი ბევრი ტექნიკა ისეთი არსებობს რომ დაძრა სიტუაცია მაგრამ ძალიან დიდი ინფორმაცია აქვს ჩვენი გაგებით უფრო ცუდი გამტარი ადამიანი ხო თუმცა აი ეგ ცნება არა აქვს ყველას შეუძლია რეპრეზენტატორი იყოს ხო თვითონ რომ აი მონაწილე პირი რომელიც იღებს განლაგებაში აი რამე ხელი შეუშლია შენთვის ანუ ვთქვათ რომ აი არჯერ რაღაცას გრძნობს ან ხედავს რა მაგრამ ანუ აი ეს ნაცნობი აღწერა სამყაროსი რომელიც აქვს რა რომ ეს რაღაცა ხო რომელიც აწესრიგებს ამიწებს ამ თავის ხო რომ აი ანუ არ იღებს რა რაღაცა დიდი ხდება და არ იღებს ანუ ესე ვთქვათ რა მან როგორ დაკურება გაქვს და როგორ რამე ის ხო არ გრჩევაც ხო არა გაქვს ხალხისთვის რომ ანუ შეიძლება ეგეთ რაღაცას მოხდეს იმიტომ რომ მე რუკებზე მქონია ეგ რა ხო ხტები რას ვიძახი ანუ რუკას უკეთებ და თვითონ უკვე რაღაცას რო უკვე ეხება იქ რო შეეხოს ისა უკვე ბლოკი რა კი და ძალიან ბუნებრივი რეაქციაა რა ანუ ძალიან ადამიანური რეაქციაა და შეიძლება ზოგ უბრალოდ განსხვავება ბევრს აქვს ალბათ ეგ რეაქცია უბრალოდ განსხვავება იქ რომ ვიღაცას უნარი აქვს რომ პირ გამოხატოს შეიძლება ცოტა აგრესიულადაც და ვიღაცა ხატაყლაპავს და მერე წავა დაიწყოს ხო ანუ ჩემთვის ორივე რეაქცია პატივსაცემია. უბრალოდ ერთის მექნებოდა რომ ანუ თუ არ ბოლომდე თუ არ ენდობით განლაგების ფასილიტატორს, იგივე ასტროლოგს. ანუ თუ ეგ ნდობა არ არის, იმიტომ რომ ესეთ პროცესში მიდიხარ შეიძლება არაცნობიერად მივდივარ, იმიტომ რომ გავიგო რა კარგი ვარ. ასტროლოგიაში ხო უფრო მეტად არის ალბათ ეგ რა, რომ აი მაინც გავიგო რა სიძლიერები მაქვს, რომ აი რაღაცა ცოტა დამშვიდე და აი რაღაც ამოსუნთქვა ვიპოვო, ხო? მაგრამ ესეთ პროცესებში განლაგებაში ასტროლოგიაში მithmetes თუ ისეთი კონსულტაცია შენ როგორცაც ატარებ ხო ანუ იქ რაღაცა ისეთი შეიძლება გაიგოს ადამიანმა რაც
მანდ მივდივარ იმისთვის, რომ გავიგო ის, რაც არ ვიცი, რომ არ ვიცი. ხო. და თუ ბოლომდე ნდობა ადამიანი, კი შეიძლება რთული გასაგები იყოს, შეიძლება მძიმე იყოს, შეიძლება 1-2 დღე მომინდეს რომ გადავხარ, შეიძლება 3 დღე ვიტირო, ხო? მაგრამ თუ ადამიანს არ ენდობი, ჯობია რომ სულ ერთია კარგად ითვლება თუ ცუდად ითვლება, უბრალოდ ჯობია რომ არ მიხვიდე ეგეთთან რა. ანუ დაუჯერო საკუთარ თავს, იმიტომ რომ ეგ ინტუიციაც აქვთ ადამიანებს და არ იყენებენ. ბევრი კარგი სპეციალისტი არსებობს საქართველოშიც მათ შორის, მაგრამ ვიცი რომ ეხლა არ მინდა მაგალითად მათთან რაღაც პროცესში მისვლა, არ ვიცი რატო. უბრალოდ არ ვძალადობ საკუთარ თავზე, ხო? ხო. ზოგი შეიძლება იმის გამო არ მინდა, ზოგი შეიძლება ამის გამო არ მინდა, შეიძლება დრო მოვიდეს რომ მივალ. ან არ მოვიდეს დრო. და აქაც უბრალოდ იგივეა, თუ კონსტელატორი არ მოდის გულთან ახლოს და შეიძლება საერთოდ გამოცდილებაც არ კონდეს მართლა რა და იმართლა პირველად აკეთებდეს. არ უნდა მიხვიდე ეგეთ კონსტელატორს. ხო. საკუთარი თავი დაინდეთ, პატივი ეცით საკუთარ თავს და იმას განით. კი. მაგრამ მაინც არ მოგეწონებათ ის, რასაც გააკეთებს. ხო. ცოტა უმადური საქმე გიგვაქვს. კი. მაგრამ აი პოზიციონირებასაც აი ეხლა შენ რო კონკრეტულად ანუ შენი წესები მაინც უნდა შეთავაზო რა. შენი მე ჩემი დაკვირვება არის რა, რომ შენი სტანდარტი ესე ვთქვათ რა, რომ შეიძლება ეს წინასწარ უნდა იცოდეს ადამიანი. მეც ეგრე ვარ რა, ანუ ეუბნები შეიძლება კონსულტაცია არ ჩატარდეს რა. 5 წელი შეიძლება მელოდებოდა და არ ჩატარდეს. რა. მქონია გამოცდილებაში. ხო, და რა ვიცი, ცოცხალი პროცესია ხა ეგ შენ ძალიან კარგად იცი. მოდი ახლა გადავიდეთ აი ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაზე. არ ვიცი ეს შენ ამას აკეთებ, არ აკეთებ, მაგრამ ანუ აი ეს პლანეტარული განლაგება რაც არის რა. რა არის პლანეტარული განლაგება? ჩემთვისაც ძალიან საყვარელი თემა, იმიტომ რომ ასტროლოგიას ვსწავლობ უკვე მეორე წელია. კი. და ხო რა, ანუ თან სწავლაში მეხმარება. რა, ანუ ერთია. არ ჩვეულებრივი მასწავლებელი მყავს, მაგრამ ერთია იმისას რო ვისმენ და მეორეა, როცა გელაპარაკება პლანეტა, ხო? ანუ ასტროლოგიური თვითონ ასტროლოგია ხო განლაგება. ხო, რა თქმა უნდა. ანუ მარსი თავისთავად არაფერს არ აკეთებს, ანუ მარსის კონკრეტული პოზიცია ასახავს იმას, რომ ჩემს პიროვნებაში რაღაცა, ესე ვთქვათ, ასპექტი არსებობს, ხო, ანუ რაღაცა თვისება არსებობს. და ნუ ასტროლოგიაშიც ბევრი შრე არის, ხო, ერთი არის ნატალური რუკა, რომელიც ვიცით, ხო, თვითონ ადამიანის არსს გვაჩვენებს, ხო, რაღაცა საფუძველს არსებობს ტრანზიტები, რომელიც მე გავლენას ახდენს, კიდე ბევრი სხვადასხვა შრე არსებობს, რომელიც მიმდინარე, ოკეი, საფუძველში შეიძლება ესეთი ენერგია მაქვს, მაგრამ მიმდინარე ცოტა სხვანაირად გამოიხატება, ხო? რახან ესეც განლაგება და რახან ესეც სისტემა არის, აღმოჩნდა, რომ ველი ამაზეც რეაგირებს. ხო, ანუ უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს გამოიყურება ესე. ადამიანში შიგნით არსებული სხვადასხვა ენერგია, რომ დავაყენო ანუ გამოვიყვანო და ვუყურო რა ხდება რა დამოკიდებული ურთიერთის არის. ანუ მაგალითად რომ დავანებო თავი ასტროლოგიას და მაგალითად ნებისმიერ ადამიანში ვიცით რომ არის ფემინური ნაწილი და მასკულინური ნაწილი, ხო? უბრალოდ ფემინური ნაწილი გამოვიყვანო და მასკულინური ნაწილი გამოვიყვანო და შევხედო აი ამ ადამიანში რა ხდება აი ამ ორი ენერგიის ურთიერთქმედებით, რამდენად ჰარმონიულია. ასტროლოგიურ ნაწილში აქამდე რა პრაქტიკაც დავაგროვე, რომელიც მინდა რომ კიდევ უფრო მდიდარი იყოს, ჯერ ისეთი მდიდარი არ არის, მაგრამ იგივე შემიძლია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, რაც შეიძლება კონდეს ადამიანს, ნახოთ რუკაში ის ენერგიები როგორ გამოიხატება და ახაც ინტუიციის დონეზე თან რავი ხარ შეცდომაც არ არსებობს როგორც ასეთი აქ რა, ანუ აი ეს კონკრეტული კონფიგურაცია რაც მის რუკაშია, არ ვიცი შეიძლება ეს იყოს დაპირისპირება ხო ოპოზიცია, სადაც ვეძახით, შეიძლება იყოს ცოტა ნაკლებად დაძაბული, მაგრამ დაძაბული ასპექტი, გამოვიყვანონ და ვნახოთ რას გვეუბნება. ხო, და ვნახოთ სად არის აი ამ დაძაბული ნაწილის ჰარმონიზაცია არ მიყვარს სიტყვა ამ შემთხვევაში, მაგრამ აი გადაწყვეტა, მოდი ასე ვთქვათ, რა დალაგება, ან ურთიერთ შეთანხმება რაღაც კუთხით, ან ინფორმაცია მივიღო, უბრალოდ რას მეუბნება ეს. ხო. და მაგ კუთხით, ანუ აკეთებ მოკლედ, ხო, მაგ მიმართულებასაც.
უფრო საექსპერიმენტო. ხო, ხო, ჯერჯერობით მე თვითონ იმდენად მეინტერესა ვიკულევ ხო. ეგ თემა ეხა იმდენად ახალი იქნება. საერთოდ რა ეხა პლანეტარული განლაგებები ანუ ჰელინგერი აბლოთ არ აკეთებთ. ჰელინგერი ეს ერთ-ერთი მიმართულება რომელიც მე ადამიანებმა ძალიან შემოქმედებით შექმნეს და საინტერესოა და მე საინტერესოა თქვა რომ ერთი არის ადამიანმა მისი რუკა იცის. და თქვა ეხა შენ საუბნები ხო დამუშავება როგორ ხდება რაღაც ენერგიების და ეს არის ერთ-ერთი დამუშავების მეთოდი. კი. და ტრანზიტებსაც ჩემი აზრით კარგად მუშაობს. ხო, რას მასწავლის ეს ტრანზიტი? ეგეც კიდე ამოუწურავისი. ამოუწურავია კონკრეტულად თან იმ მომენტში გაჩვენებს ახლა მე გავდივარ საკმაოდ ეს ტრანზიტს პლუტონის. და ანუ რო ვნახე, განვალაგე ხო ეს მზე პლუტონი, ეხა მთვარეზეც ყავს კვადრატი, მე კაი მზეზე დავრჩეთ. ანუ უბრალოდ პლუტონი თავის საქმეს აკეთებდა ველში და მზე ეჭრებოდა პლუტონს. და უბრალოდ დამენებით. ანუ გატრიალდა რეპრეზენტატორი პლუტონისთან ფარულად ვაკეთებთ ხო ამას ასტროლოგიაზე ბევრმა არ იცის. კი. დამენებეო თავი, ანუ რატომ მიშლი ხელს? იმიტომ რომ იმთან იმხელა ძალა მოდიოდა, აი მართლა ერთი ხელი რომ მოეკნია იმზის რეპრეზენტატორს გაისვრიდა საფაც და ანუ ხო და მე ჩემთვის ეგ ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველა ვეჭრებოდი იქ სადაც არისო. მესმის. მოდი აი ეხა როგორ შეგიძლია აი ოჯახური განლაგების რაიმე მაგალითი რომ ან მაგალითი რომ მოიყვანო რა თქვა რაც ეხა გაგახსენდება რომ აი რაღაცა кейსი იყო და ეხა რა თქმა უნდა სახელი და საერთოდ ხო ანუ როგორ დამუშავდა ესე თქვა რა რაიმე ისეთი რაც მოგიტივდება ეხლა გონებაში შემიძლია ხო იმიტომ რომ ჩემი დაფასილიტირებული არ არის ეს განლაგება მაგრამ მე რაღაცა კუთვით მეხებოდა кейსი იყო ესეთი, ანუ ეს რატო გვინდა რომ უფრო ცხადი გახდეს რა არის განლაგება, ხო, იმიტომ რომ არ იყოს რომ რაღაცა განლაგება და ველზე ვლაპარაკობთ რა და სადღაცა და აი რო შეეხონ რა ცოცხალ პროცესს რა, ეხა რომ მოყვები ის ხო მართლა მოხდა და რომ მართლა მოხდა ენერგიაც მოყვება ესე ვთქვათ რა, მაგი მიზანი გაკითხვის. ანუ დაკვეთა იყო ესეთი დაკვეთას ვეძახით სურვილს ხო, ანუ კლიენტის ან სირთულეს წარმატება რომელიც იმ მომენტში მის ცხოვრებაში ნაკლებად იყო და ფინანსური ენერგია ფული რომელიც იმ მომენტში გაქრა სადღაც ცხოვრებიდან. განლაგებაში, ანუ განლაგების დაწყებამდე ზოგჯერ ხდება მოყოლება, ანუ ხო რაღაც შეიძლება კითხვები დაუსვა ადამიანს, ცოტა გაიგო მისი წარსულის შესახებ, ანუ რომ მიხვდა რა განალაგო. ან შეიძლება ეგეც არ გააკეთო, ეგეთია შემოქმედებით იმაზეა მიშვებული. ოჯახური სისტემის შესწავლისას თვითონ კლიენტი ამბობდა, რომ ეს თემა დაკავშირებული იყო მის ბებიასთან, მამის მხრიდან. რომელიც ესე ვთქვათ ფულთან მიმართებაში პირველი ასოციაცია რაც ჰქონდა კლიენტს იყო ბებია და ბაბუაც მამის მხრიდან ოღონდ ბებია უფრო ის მნიშვნელოვნად და აი თითქოს იქით მიდიოდა ენერგია რომ მასთან მიმართებაში იყო რაღაცა ის დაჯერებები ჩამოყალიბებული რაც დღეს ვთქვათ კლიენტს ხელს უშლიდა იმაში რომ ფინანსურად წარმატებული ყოფილიყო ველში გამოვიდა კლიენტის რეპრეზენტატორი ბებია ბაბუის რეპრეზენტატორი მამის მხრიდან მალევე რაღაცა დინამიკა, ანუ როცა პირველი ელემენტებს ვეძახი ხო, ამ შემთხვევაში ადამიანებს რეპრეზენტატორებს პირველი ელემენტები როცა გამოდიან უკვე რაღაცა დინამიკა ჩანს, ზუსტად არ მახსოვს ახლა იქ ვინსაით გატრიალდა ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს დიდი სურათისთვის. მალევე ფასილიტატორმა იგრძნო რომ საჭირო იყო დედის შემოყვანა, იმიტომ რომ მამის ხაზზე იყო ხო, ლაპარაკი და კლიენტს საიდაც უყურებდა, ანუ ეს იყო მისთვის ფულის თემასთან დაკავშირებული. შემოიყვანა დედა კლიენტის, ამ შემთხვევაში დიდი გავლენა იქონია კლიენტის დედის შემოყვანამ დედა თვითონ კლიენტის რეპრეზენტატორზე. მალევე გამოჩნდა, რომ დედა იყო ძალიან, ეს ვთქვათ, დისტანციური, ანუ არ შედიოდა ვერ ცნობოდა შვილს, რაც ძალიან ხშირი შემთხვევაა, ხო, განლაგებებში, იმიტომ რომ როცა დედას რაღაცა ტრავმა აქვს ან რაღაცის გამო გაწყვეტილია კავშირი, ესე გამოიხატება ხოლმე ვერ ცნობს საერთოდ ვის უყურებს, ხო? და შესაბამისად ფასილიტატორმა შემოიყვანა დედის დედა, დედისა და ბებიას შორის კავშირის აღდგენის შედეგად გახდა შესაძლებელი ველში კავშირი აღდგენილიყო ბავშვსა და კლიენტს ამ შემთხვევაში დედას შორის.
მეორე მხარე საერთოდ არაფერში საჭირო აღარ გახდა, ანუ ის საფუძველი რაც ფულზე გადიოდა ამ ხაზზე რა, დაკარგული კავშირი. ნახეთ, ეხა ისევ და ისევ. მერე კლიენტი მინდის და ამბობს, რომ ბებია ჩემს კავშირი არ ქონდა. არ ნიშნავს ეს ამას, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში ბებიას ქონდა კავშირი, ანუ ენერგია არ მოედინებოდა ამ ხაზზე. ამ შემთხვევაში ფინანსური ენერგია ბებიიდან და დედაზე გავიდა ამ შემთხვევაში ფინანსური ენერგია, როცა ზოგ ასე ვთქვათ სასწავლო მასალაში მამის ხაზით მოდის ფინანსური ენერგია. ბებიას აღუდგა კავშირი დედასთან, დედამ შეძლო კავშირის აღდგენა შვილთან. რაღაცა შესაბამისი ძვრები ცხოვრებაშიც მერე. ხო, და საინტერესოა. ბოლოს კერო წავიდეთ საუბრის. აი ეხლა შენი კვლევის საგანი რა არის მაგ მიმართულებით? რას უკირკიტებ? ასტროლოგიურ განლაგებებს. ასტროლოგიურს ხო? ხო. და ასევე რამდენიმე ფორმატი არის, რომელიც ჯერ არ დამიტესტავს და მინდა რომ დავტესტო, აი ფორმატებში შესulis ნაწილია. სადაც არის ესე ვთქვათ ჯანსაღი მოდელი მოყვანილი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტების მიურეის მეთოდი იყენებს, სხვათა შორის ერთ-ერთი ტრავმებზე მუშაობის მეთოდი არის, რომ იყენებს ამ ფორმატს, მსგავს ფორმატს, სადაც სიახლოვის წრეებს ეძახიან ისინი, ხო? ანუ იქაური ჯანსაღი მოდელით ცენტრში ვარ მე და ღმერთი, ძალის რწმენა არის, ხო, რომელიც ჩემზე უფრო ძლიერია. პირველი შრე არის პარტნიორი, როცა ზრდასრულ ადამიანზეა ხო საუბარი, ერთ აშრეს ეძახიან ამას, ერთი ბეშრე არის ბავშვი. ხო, ჯერ პარტნიორია, მერე ბავშვი, ბევრი საქართველოს მენტალიტეტში ცოტა რთული აღსაქმეა, მაგრამ ნუ ამ ჯანსაღი მოდელით ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ჭეშმარიტება, მაგრამ ნუ ესეც საინტერესოა განლაგებებით როგორია, ხო. მერე მოდის უკვე დები, ძმები, ახლო მეგობრები, მშობლები მერე არის სამსახური, მერე არის ანჯერ ჰობი, მერე სამსახური. მოკლედ მერე ვრცელდება ის, როგორც წესი, ეს პრიორიტეტები ძალიან აღრეული გვაქვს ცხოვრებაში, ხო? ბევრ ადამიანს იცნობ, ვისაც ცენტრში საკუთარი თავი ყავს და ღმერთთან ერთად, ხო? შეიძლება ცენტრში ჩემი თავი მყავდეს, ღმერთის გარეშე და მაშინ მთელი ცხოვრება, ანუ საშინელი სატარებელია, ხო? ანუ ძიმე არის ამ რაღაცების დარება. შეიძლება ცენტრში ღმერთი მყავდეს მარტო და ფანატიკოსობამდე მინდის, ხო, ეგ ამბავი. მე ღმერთი. და თქვა და ეს განლაგებების მიხედვით შეიძლება დანახვა რეალობა ეხლა როგორია ჩემი და რა იქნებოდა ჰარმონიული დალაგება. ანუ რამდენიმე ესეთი მოდელი არის, რომელიც მინდა რომ ნელ-ნელა დავტესტო, როცა კი ეს საექსპერიმენტო ჯგუფის შესაძლებლობა მექნება. ძალიან მაგარია. ბოლოს ვიტყვი იმას, რომ შენ აქაც შენ სივრცეში აკეთებ განლაგებას, ანუ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ აქაც, ხო, და ვინც უყურა გადაცემას და დაინტერესდა მიწეროს შენის ადმინისტრაციას ამ page-ს, შედგეს ჯგუფი თუ როგორც იქნება და ვაკეთოთ ექსპერიმენტები. სანამ დრო გვაქვს რომ სიმშვიდე არის და შეგვიძლია რომ დავამუშაოთ რაღაცა პროცესები, რომელიც ჩვენ შიგნით მიდის, ამას მაინც გავივლით ამ ყველაფერს და ესეთი ადამიანები როგორც თინა, ეს რაღაცებში კიდე გვეხმარებიან, რომ უფრო ჰარმონიულად და სწრაფად მოხდეს რაღაცების ინტეგრაცია ჩვენ ცხოვრებაში. მადლობა დღევანდელი საუბრისთვის. დროებით.